პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს წარადგენს. პირდაპირ ეთერში ვთავთ პარტიის ცენტრალურ ოფისს. მოგესალმებით. როგორც მოგეხსენება, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია, წარვადგენთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი, ასევე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში. დღეს, როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარემ და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მინდა წარმოგიდგინოთ ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ჩვენი მერობის კანდიდატები. პრინციპში ხშირ შემთხვევაში უკვე ცნობილია კანდიდატების ვინაობა, ბანერები და ბილბორდებიც არის უკვე გამოკრული, თუმცა მინდა რომ ერთიანად წარმოგიდგინოთ 63-ვე მერობის კანდიდატი. პირველ რიგში მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კვლევის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობა სარგებლობს გამორჩეული ნდობით საზოგადოების მხრიდან. ჩვენი ამოცანა არის ბუნებრივი ამ ნდობის კიდევ უფრო მეტად გამტკიცება. რა თქმა უნდა, ეს ნდობა არის მერების დამსახურება, საკრებულოს წევრების დამსახურება, ჩვენი ადგილობრივი წარმომადგენლების დამსახურება, ადგილობრივი თვითმმართველობის თითოეული თანამშრომლის დამსახურება და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო გასული წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი 63 მუნიციპალიტეტის მერს, რომლებიც ემსახურებოდნენ მოსახლეობის ინტერესების დაცვას და პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით აკეთებდნენ საკუთარ საქმეს. პირველ რიგში წარდგენასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ მოქმედი მერების უმრავლესობა რჩება საკუთარ პოზიციაზე, უმრავლესობას წარვადგენ ჩვენ კლავაც მერის კანდიდატად. ასევე ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ კანდიდატებსაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. დავიწყებ კახეთის მხარით, სადაც 8 მუნიციპალიტეტიდან 5-ში კანდიდატებად წარვადგენთ მოქმედ მერებს. ესენია ახმეტაში ალექსი ფიცხელაური, გურჯაანში გიორგი მაჭავარიანი, დედოფლის ხაროში ნიკოლოზ ჟანიაშვილი, ლაგოდეხში ჯონდო მდივნიშვილი, სიღნაღში მალხაზ ბეგიაშვილი. ყვარელში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ილიამ სექალაშვილი, საგარეჯოში წარმატებული და სტაჟიანი საჯარო მოსამსახურე ვახტანგ გაგუტაშვილი, რომელიც დღემდე თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა, ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე ვაჟა მაღრაცი. ქვემო ქართლში მოქმედ მერებს წარვადგენთ 7-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია რუსთავში ნინო ლაცაბიძე, გარდაბანში დავით გარგარეთელი, თმანიში კობა მურადაშვილი, წალკაში ილია საბაძე. მარნეულში ჩვენი კანდიდატი იქნება დაური ისმაილოვი, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურის საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და სტაჟი. თეთრიწყაროში წარვადგენთ თეთრიწყარო საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედ მოადგილეს მიხეილ აფციაურს, ხოლო ბოლნისში წარმატებული ივრის საჯარო სამსახურის საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით სამური ჭითანავას. მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერს ლევან ციკლაურს წარვადგენთ თიანეთის მუნიციპალიტეტში. მცხეთაში ჩვენი კანდიდატი იქნება წარმატებული არქიტექტორი და მენეჯერი გოგი აბუაშვილი. დუშეთში წარვადგენთ დუშეთის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს კახაბერ ჩიტაურს, ხოლო ყაზბეგში წარმატებულ ინჟინერს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილებით კობა გელაძეს. შიდა ქართლში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებლად წარვადგენთ 4-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენი არიან გორში კონსტანტინე ბუზალაძე, ქარელში ზაზა გულიაშვილი, კასპში ვახტანგ მაისურაძე. ხაშურში ჩვენი კანდიდატი იქნება ბაატა ჩადონელი, რომელსაც აქვს კერძო სექტორში უმაღლეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. სამცხე-ჯავახეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 6-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია ადიგენში გოჩაქიმაძე, ასპინძაში როსტომ აგრაკველიძე, ახალქალაქში მელქონ მაკარიანი, მინოწმინდაში ანივარ მოსოიანი. ახალციხის ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვალამ ციკლაური, ხოლო ბორჯომში მამუკა გელაშვილი, რომელსაც აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებლად წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში. ესენია ქუთაისში დავით ერემეიშვილი, საჩხერეში ლევან ივანაშვილი, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხარაგაულში კობა ლურსმანაშვილი, თერჯულაში მანუჩა რობაქიძე, მანში ალექსანდრე გოგორიშვილი, სამტრედიაში დავით ფახტაძე, ხონში ლადო ჯურხაძე, წყალდობოში გენადი ბალანჩივაძე. ბაღდადში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდადის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, ზესტაფონში ასევე საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ვახტანგ გაღამბაშიძე, ხოლო ტყიბულში დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე იყო ჩვენი პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, აქ ორ მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატება წარუადგენთ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს, ესენი არიან ცაგერში ჩაბუგი ჭაბუკიანი და ლენტეხში გიორგი გაზდელიანი. რაჭაში მერობის კანდიდატება წარუადგენთ წარმატებულ მეწარმეებს, ამბრულაურში საზა ქევანიშვილს, ხოლო ონში დავით ლობჟანიძეს. სამეგრელო ზემო სვანეთში მოქმედ მერებს წარუადგენთ 9-დან 5 მუნიციპალიტეტში. ესენი არიან ფოთში ბექა ვაჭარაძე, ხობში დავით ბუკია, სენაკში ვახტანგ გადელია, აბაშაში გიგა გაბელაია, ესტიაში კაპიტონ ჟორჟოლიანი. ზუგდიდში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი დათო გოდუა, ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი ჯუმბერი ზორია, მარტულში წარმატებული მეწარმე გიორგი ნაჭყებია, ხოლო წალენჯიხაში წარმატებული საჯარო მოსამსახურე ნიკა კანგია. გურიაში მოქმედ მერს ალექსანდრე სარიშვილს წარუადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება წარმატებული ლექტორი და მენეჯერი ბაატა გუნჭულია, ხოლო ჩოხატაურში ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე მინდია ჟღერია. და ბოლოს აჭარაში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებას წარუადგენთ 6-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენი გახლავთ ქობულეთში ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურში საზა დიასამიძე, შუახევში ომარ ტაკიძე. ორ მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატება წარუადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მოქმედ წევრებს, ქედაში მამუკა თურმანიძეს, ხულოში ვახტანგ ბერიძეს. და ბათუმში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი გიორგი ცინცაძე. ასეთია ჩვენი კანდიდატების ჩამონათვალი. დარწმუნებული ვართ, რომ ყველა კანდიდატი, უკლებლივ ყველა კანდიდატი მოიგებს არჩევნებს შესაბამის მუნიციპალიტეტში. ჩვენი ამოცანა არის ცხადი, ეს არის 64 მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. კვლევებიც ადასტურებს იმას, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური და რეალისტური ამოცანა. ბუნებრივია, ჩვენი საარჩევნო შტაბი პარტია იქნება თავიდან ბოლომდე მობილიზებული იმისათვის, რომ ამ შედეგს მივახციოთ. წარმატებებს უსურვებ კიდევ ერთხელ 63-ვე მერობის კანდიდატს. დიდი მადლობა. მოგესალმებით, სოფო ბერძე, ტელეკომპანია იმედი, ბატონო პრემიერ, თქვენი პარტიის მიზანი, თუმცა მე მაინც უნდა გკითხოთ ოპოზიციის შანსებზე. მართალია არ ვიცით, ვისი ამყარებენ ისინი იმედებს, ჯერ არ თქმულა ოფიციალურად, თუმცა ხედავთ თუ არა, რომელიმე მუნიციპალიტეტში, თუნდაც საკრებულოების დონეზე, ზოგადად როგორ ხედავთ მათ შანსებს და განსაკუთრებით მას, როდესაც საქმე ეხება თბილისს. როგორია თქვენი პროგნოზი მათთვის? ერთადერთი რეალური ამოცანა შეიძლება კონდეს ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის დეპუტატის შეყვანა და მაქსიმუმ ფრაქციის შექმნა სხვადასხვა საკრებულოში. ეს არის აბსოლუტურად რეალური სურათი დღევანდელი კვლევებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ არავითარი შანსი, რომ მოიგონ მერის არჩევნები და კიდევ ერთხელ რაც შეეხება საკრებულოებს, მაქსიმუმ კონკრეტულმა პარტიამ შეიძლება შექმნას ფრაქცია. ამა თუ იმ საკრებულოში ეს არის მაქსიმალური შედეგი, რაც მათ შეიძლება მიიღონ. ეს ყველაფერი არის იმ საბოტაჟის შედეგი, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ საკუთარი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. თქვენ ხედავთ, რომ სწორედ ამ საბოტაჟმა დაასუსტა არსებითად ოპოზიციური პარტიები, რადიკალური ოპოზიცია. ამის შედეგებს იხილავენ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რომელიც არჩევნებს არ ეხება, ევროკავშირში ამოქმედა მედიის თავისუფლების აქტი, რომელიც, როგორც ვიცით, მათ შორის ჟურნალისტების დაკავებასაც ითვალისწინებს და ეს აქტი ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას ეხება. მე მინდა გკითხოთ, როგორი არის თქვენი შეფასება იმ ფონზე, როცა ისმენთ სწორედ დასავლური ქვეყნების მხრიდან კრიტიკას საქართველოში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ჟურნალისტებს ეხებათ. თქვენ ყველგან ხედავთ ორმაგ სტანდარტებს, ხო? ნებისმიერი მიმართულებით, როდესაც საქმე ეხება იგივე გამოხატვის თავისუფლებას, ზოგადად დემოკრატიას, ზოგადად სამართალდამცავი სტრუქტურების დაცვას და ეს შემდეგ ყველგან ხედავთ ორმაგ სტანდარტებს. ჩვენ გვიგრძელავენ ესეთი კანონების მიღებას, როგორებსაც თავად იღებენ საკუთარ ქვეყნებში თუ საკუთარ სტრუქტურებში. ეს არის ორმაგი სტანდარტი, არის ასეთი მიდგომა, რომ საქართველოს საკუთარი თავი უნდა განიხილოს როგორც დაბალი ღობე, ჩვენთვის ეს მიუღებელია. ჩვენ ვართ ზუსტად ისეთივე სუვერენიტეტით მოსარგებლე სახელმწიფო, როგორც ნებისმიერი დასავლური ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოს განიხილონ დაბალ ღობე, ჩვენთან უნდა მოქმედებდეს ზუსტად ისეთივე კანონები, როგორც მოქმედებს განვითარებულ ქვეყნებში. მათ შორის ეს ეხება გამოხატვის თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას და სხვა შესაბამის სფეროებს. მადლობა.
ხუსმენდით ირაკლი კობახიძეს ქართული ოცნების მერობის კანდიდატები დასახელებულია, ეს იყო პირდაპირი ჩართვა პარტიის ცენტრალური ოფისიდან.